უტა ივანიშვილის საერთაშორისო სანქციების სამიზნეა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ვაჟის სახელზე გადააფორმა დიდ ძალი ქონება, ის დარტყმის წინაშე დააყენა. როგორც წესი, ოლიგარქები ასე არ იქცევიან. მაგალითად, რუსმა მილიარდერებმა, როდესაც პირველი სანქციების ტალღა წამოვიდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ისინი დაასანქცირეს, ქონება მათი პარტნიორების ან კომპანიების ხელმძღვანელი პირების სახელზე გადამალეს. თუმცა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მისი გარემოცვიდან აღარავის აღარ ენდობა და ამიტომ დიდძალი ქონება გადამალა მისი უფროსი ვაჟის სახელზე, რომელიც დიდი ხანია საქართველოში აღარ ცხოვრობს. უტა ივანიშვილი იაპონიაში გადასახლდა და ტოკიოს ცენტრში, ზაფხულში, იმ დროს, როდესაც ივანიშვილი უკვე ქარცეცხლის სანქციების ქარცეცხლში იყო მოქცეული, $3.5 მილიონ აპარტამენტები შეიძინა. ნაღდი ფულით იყიდა. აქ საეჭო სწორედ ეს არის, რომ ასეთი ოდენობის თანხა ივანიშვილმა არა საბანკო გადარიცხვით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა. ეს გარემოება კი ადასტურებს მანამდე არსებულ ინფორმაციას, რომ ივანიშვილების ოჯახი ფულის გადარიცხვის და საბანკო ოპერაციების სისტემიდან პრაქტიკულად გათიშულები არიან. ისინი ვერ იყენებენ საბანკო ბარათებს, რომელიც მათ სახელზეა დამზადებული და ბანკები მათი დავალების შესაბამისად ფულს აღარ იცხავენ. ერთ დროს დიდი ფულის და ძალაუფლების მქონე ოლიგარქი ახლა დიდ განსაცდელშია. ქართველი ხალხის ცემის, წამების, მოპარული არჩევნების და საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის გამო ის საერთაშორისო საზოგადოებამ სრულ იზოლაციაში მოაქცია. რა დგინდება იაპონური ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც ამ კვირას გამოქვეყნდა. უტა ივანიშვილი არა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, არამედ ხანგრძლივი დროით ფარული გადაღების ობიექტი იყო. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანებთან. მისი სხვადასხვა შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა იაპონურ მოდიაში ერთად გასაჯეროვდა. ჩვენ არ ვიცით, ეს ფოტოები იაპონელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს თუ მათ ჟურნალისტური გამოძიებისათვის ასეთი მასშტაბის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ვინმე სხვა მიაწოდა. გავეცანით რა სტატიას და ამ ჟურნალისტური გამოძიების მასალებს ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს არა მხოლოდ ერთი გამომძიებელი ჟურნალისტის, არამედ დიდი ჯგუფის მუშაობის შედეგია. სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით, იაპონელი ჟურნალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ შესაძლოა იაპონიას, რომელიც საერთაშორისო სანქციების მონაწილე და აღმსრულებელი ქვეყანაა, პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სანქციებისაგან გვერდის ასავლელად იყენებდეს. იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ წარმოდგენა, დაახლოებით რა მასშტაბზე არის ჟურნალისტური გამოძიების საუბარი, მოდით ერთად ვნახოთ ფოტოები და ვნახოთ რა მტკიცებულებები მოიპოვეს ჟურნალისტებთან. სტადიკამზე გადავრთოთ, კი ბატონო. ახლა თქვენ უყურებთ ფოტოს. ეს ბატონი არის უტა ივანიშვილი, ის მასთან ერთად თანმხლებ პირთან ერთად გადაადგილდება ტოკიოს ქუჩაში. ჩვენი აღქმით ამ ფოტოს ჟურნალისტური გამოძიებისათვის რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა არ გააჩნია. ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ სიგნალი ოლიგარქ ივანიშვილისთვის, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების, რომლებიც სანქციებისაგან გვერდის არიდებით არიან დაკავებულები, ყველა ფეხის ნაბიჯი კონტროლდება. ნახოთ შემდეგი. ამ ფოტოში თქვენ ხედავთ უტა ივანიშვილს, სახის დაფარვა ჟურნალისტური გამოძიების ობიექტის ეს როგორც ჩანს იაპონური სტანდარტია, დიდი შავი ჩანთით. რა შავი ჩანთაა, რამდენიმე წამში მოგიყვებით. ამ ფოტოზე თქვენ ისევ ხედავთ უტა ივანიშვილს, ისევ ტოკიოს ქუჩებში. ეს არის უკვე უტა ივანიშვილის და საქართველოს ელჩის
შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ეს ფოტოები გადაღებულია ქუჩიდან, ანუ ისინი ფანჯარასთან სხედან, მაგრამ ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჟურნალისტი ყვება დეტალებს თუ რაზე საუბრობენ ისინი, რაც აჩენს განცდას, რომ შიგნით შეიძლება ეს პირი შემდეგი სახე რომ აქვს დაფარული და ტელეფონი რომ აქვს მომარჯვებულიც, იქ იჯდა და მათ ლაპარაკს უსმენდა. ესეც იგივე ფოტოა. ეს არის უკვე კიდევ ერთი ფოტო შეხვედრის, რომელიც უტა ივანიშვილს აქვს ტოკიოში და ეს არის უკვე უტა ივანიშვილის ფოტო სხვა პირთან შეხვედრის და არის კიდევ რესტორანში გადაღებული სხვადასხვა ფოტოები. პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი შენიშნეს ტოკიოში. სწორედ ასე დაასათაურეს ავტორებმა ჟურნალისტური გამოძიება. მათ შეისწავლეს, მათ დაადგინეს, მათ გამოააშკარავეს არა მხოლოდ უტა ივანიშვილის საქმიანი კავშირები, არამედ ვისთან მეგობრობს, რა მობილური აპლიკაციებით სარგებლობს, როგორ წრეში მოძრაობს, დაადგინეს ისიც, რომ იაპონიაში ემიგრირებული რუსების გარემოცვაში ტრიალებს. მალავს საკუთარ ვინაობას, არ ამბობს ვისი შვილია, თავს ასაღებს იაპონიაში კომპიუტერული თამაშების დიზაინერად და როდესაც იაპონელი გამომძიებელი ჟურნალისტი მასთან მივიდა და კითხვა დაუსვა მამის სანქციების და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, თქვა რომ ამებზე არ ილაპარაკებს. უტა ივანიშვილის ყოველი ნაბიჯი შესწავლის საგანი იყო. ეს არის ღამის კლუბებში დახურული წვეულებებით დაწყებული, რომლის დეტალებსაც აღწერს ჟურნალისტი, მაგრამ ის ჩვენთვის საინტერესო არ არის. ამ წვეულებებით დახურული წვეულებებით დაწყებული კონსპირაციული შეხვედრების ჩათვლით, რომელიც მას ჰქონდა. ერთ-ერთი შეხვედრა უტა ივანიშვილს ჰქონდა საქართველოს ელჩთან იაპონიაში. თუ გავითვალისწინებთ, რა დეტალიზაციით გადმოსცემს ავტორი მათი საუბრის შინაარსს, რჩება განცდა, რომ ის ამ შეხვედრას ავტორი ძალიან ახლოდან უსმენდა. რადგან სტატიაში იმასაც კი აღწერს, რომ როდესაც საუბრის დროს უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა ერთმანეთთან საუბრობდნენ, ლეჟავამ აპლიკაცია გახსნა, ანუ ტელეფონი ამოიღო, აპლიკაცია გახსნა და უტას რაღაც უჩვენა ინსტაგრამში რაღაც კონკრეტული სარეკლამო პოსტი. ანუ თუ ძალიან ახლოს არ ხარ, შეუძლებელია ეს ყველაფერი გაარჩიო, მოისმინო და აღწერო. სწორედ ამ შეხვედრაზე ოლიგარქის ვაჟს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში გადასცა დიდი შავი ჩანთა. მე თქვენ გაჩვენებთ ამის ფოტო და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვნახოთ ეს ფოტო. გადასცა დიდი შავი ჩანთა. ეს ფოტო არსებობს, გადაღებულია, რომელიც გავრცელდა იაპონურ მედიაში, ახლა თქვენ ხედავთ. შავი ჩემოდანი. ფილმებში რომ გვინახავს, დიდი რაოდენობით ფულს რომ გადასცემენ ხოლმე ადამიანებს რაღაც გარიგების შედეგად. დიდი შავი ჩანთა რეპლიკით გადასცა. უთხრა: ეს შენ გამოგადგება და თან მისცა მითითება, რომ ჩანთა უტა ივანიშვილს იქ არ უნდა გაეხსნა. რა საიდუმლო ამანათი მიიღო ქართველი დიპლომატისგან პრორუსის სანქცირებული ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა. არსებობს ეჭვი, რომ აქ იყო ფული, რადგან გაიხსენეთ რამდენიმე წუთის წინ გიყვებოდით, რომ უტამ ბინაც კი ნაღდი ანგარიშსწორებით იყიდა ტოკიოში, ამის შესახებ წერდნენ სწორედ გამომძიებელი ჟურნალისტები. არსებობს ეჭვი, რომ მას აღარ შეუძლია საბანკო ტრანზაქციების სარგებლობა, ეს ივანიშვილის ოჯახისთვის გართულებულია და შესაბამისად მას ფული ჩაუტანეს ჩანთით. საქართველოს ელჩი იაპონიაში, რომელიც ამ საიდუმლო სპეცოპერაციის მონაწილე იყო, ასევე მინი ოლიგარქის ვანო ჩხარტიშვილის სიძეა.
ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, ბიზნეს პარტნიორიც და იმ რამდენიმე ბიზნესმენს შორის შედის, რომელსაც ივანიშვილის კარის ბიზნესმენებად მოიხსენიებენ. არც იაპონელი და არც ქართველი ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ არ უპასუხა. არადა ამ სტატიაში იაპონელი ჟურნალისტი წერს, რომ მე წერილობით მივმართე კითხვებისთვისო. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან, რომელიც როგორც წესი მსგავსი საკითხების დროს მედიასთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ უკავშირი არ მიგვიღია. უკვე მეოთხე დღეა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე დუმს და სტანდარტული კომენტარიც კი არ გავრცელებულა. რაც პრაქტიკულად ადასტურებს ეჭვს, რომ უტა ივანიშვილის პირადი მიზნებისათვის გამოიყენეს დიპლომატიური ფოსტა. 1961 წლის ვენის კონვენციის შეთანხმების თანახმად, დიპლომატიური ფოსტა, რომელიც შეიძლება იყოს არამხოლოდ კონვერტში ჩადებული წერილი და ფურცელი, რომელსაც დიპლომატი მიიღებს იმ ქვეყნისგან, რომელმაც ის გააგზავნა დიპლომატიურ მისიაში, არამედ შეიძლება იყოს ყუთი, ჩანთა, ტომარა, დიპლომატიური ფოსტის სტატუსის მქონე ნებისმიერი გზავნილი არ ექვემდებარება შემოწმებას. ამიტომ კაცმა არ იცის დიპლომატიური პოსტის არხით რა გაუგზავნეს და რა ჩაუტანეს და გადასცეს იაპონიაში საქართველოს ელჩის საშუალებით უტა ივანიშვილს. ამ ფაქტების ერთობლიობას ჩვენ ერთ დასკვნამდე მივყავართ. ოლიგარქის ოჯახი განსაკუთრებული კონტროლის ობიექტია. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული სანქციების შემდეგ ქონების გადასამალად, რომ მისი აქტივები არ გაყინულიყო, ამ ქონებების გადაფორმება დაიწყო ეკატერინე ხვედელიძეზე, მის მეუღლეზე და უტა ივანიშვილს. შესაბამისად, ქონების გადამალვა, ფულის ერთი ადამიანიდან მეორე სახელზე გადატანა ან აქტივი, დასაკურველია უკვალოდ არ რჩება. ის კვალს ტოვებს. ამიტომ ამერიკული სანქციების პრაქტიკის თანახმად სანქცირდება ნებისმიერი ის პირიც, ვინც სანქცირებულ ადამიანს დაეხმარება სანქციებისაგან გვერდისავლაში. Open sanction, სადაც ქვეყნდება სანქცირებული პირების მონაცემები, სანქციის ნომერი და ასე შემდეგ, ასევე განსაზღვრავს წრეს. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში იქ ეწერა ერთადერთი გვარი. ეს იყო ბერა ივანიშვილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ ქონების ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადაფორმება, გადმოფორმებები და მთელი ტრანზაქციების ჯაჭვით უტა ივანიშვილიც გახდა განსაკუთრებული დაკვირვების, შემოწმების ობიექტი. სადაც არ უნდა იყოს რომელ კონტინენტზეც ივანიშვილის ოჯახის რომელიმე წევრი ხალხის დარბევა, ცემა, წამება, არჩევნების მოპარვა, ეს არის წითელი ხაზი და მისი გადაკვეთისთვის შვიდად ცხოვრება არის შეუძლებელი. ივანიშვილმა ეს წითელი ხაზები გადაკვეთა და ის პრორუსი დიქტატორის სახელით არის ახლა ცივილიზებული სამყაროსათვის ცნობილი. ამიტომ ყველაზე კარგად აცნობიერებს, რომ ვიდრე ქუჩაში ამდენი ადამიანი დგას პროტესტით, ვიდრე პარლამენტი არის ქმედ უუნარო და არალეგიტიმური, ვიდრე ყველა ინსტიტუცია მას მიტაცებული აქვს, თეორიული შანსიც კი არ გააჩნია გააგრძელოს ცხოვრება ფუფუნებაში, ისე მშვიდად, როგორც ამას ახერხებდა დღემდე.